გამარჯობათ. უფალმა თქვა, ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინიო. ანუ თუ გვინდა რაიმე შეთავაზების, აზრის, ან მოვლენის, ნამდვილი შინაარსი ამოვიკითხოთ. უნდა დავაკვირდეთ, რა ნაყოფი გამოიღო ამ შეთავაზებამ. რა შედეგი მოიტანა რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე. მართლმადიდებელი მრევლი გაიყო, უკრაინაში მოხდა სულიერი კატასტროფა, 2023 წლიდან შობას აღნიშნავენ 25 დეკემბერს. რუსეთში რა მოხდა? სრული შეშლილობა. იქ რომ მღვდელმა ან ეპისკოპოსმა თქვას, ნეტარი იყვნენ მშვიდობის მყოფელნიო. იქაური პატრიარქისაგან განკვეთა და იქაური მეფისაგან ციხე გამოწერილი აქვს. ორი მართლმადიდებელი ერი საშვილიშვილად გადაემტერა ერთმანეთს და მინიმუმ 2-3 თაობა ეს ასე იქნება. რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არ არის ომი მიწებისთვის ან გავლენებისთვის. ეს არის ომი ღმერთის წინააღმდეგ, ქრისტიანობის წინააღმდეგ. რუსეთი რომ ყოფილიყო ადეკვატური სახელმწიფო, მსოფლიოზე ბატონობის რაღაც შეშლილი იდეების გარეშე. ის განვითარდებოდა ხორციელათაც, სულიერათაც და უდიდეს ბიძგს მისცემდა თანამედროვე შეშლილ სამყაროში ქრისტიანობის გავრცელებას. ნათლად გამოჩნდებოდა როგორია ქრისტიანობა სინამდვილეში და არა ის ქრისტიანობის ვერსიები, რაც დასავლეთში არის გავრცელებული. მაგრამ მათ მიიღეს ეშმაკის შეთავაზება, სიამაყის სული და უამრავმა ადამიანმა რუსეთში დაიჯერა, რომ ისინი არიან სხვებზე უკეთესები, სხვებზე აღმატებულები და რომ სამყარო უნდა მართონ. ამიტომ იმასაც დაკარგავენ, რაც აქამდე ჰქონდათ. უფალმა თქვა, ვინც თავს აიმაღლებსო, ის დამდაბლდება. ამიტომ ეს გარდაუვალად მოხდება. ეს არ შეიძლება, რომ სხვანაირად მოხდეს. ყველა ის პროცესი, რაც მსოფლიოში ხდებოდა ან ხდება, პირდაპირ და ირიბად უკავშირდება მხოლოდ ერთ მიზანს. ეს არის ღვთის საწინააღმდეგო ომი, ბრძოლა ქრისტიანობის გასაქრობად, ქრისტიანობის ლიკვიდაცია პლანეტაზე. თუ საჭიროა ქრისტიანთა ფიზიკური განადგურების ჩათვლით. მიზანი, რომ ეშმაკმა უფლება აიღოს და ამ სამყაროში გამოვლინდეს ანტიქრისტე. რადგან სანამ არსებობს მართლმადიდებელი ეკლესია, სანამ არსებობს მართლმადიდებელი სამღვდელოება, სექტანტური შეშლილობების გარეშე, სანამ არის ნათლობა, აღსარება, ზიარება, ეშმაკს უფლება არ ეძლევა, რომ გამოვლინდეს და დაღუპოს უბედური წუთისოფელი. ერთი შეხედვით რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ეს არის ქმედება, რომლის მიზანიც არის ქვეყნის დაშლა და შემდგომი არაქრისტიანული რელიგიების გავრცელება, ისლამიზაცია, სექტები და ასე შემდეგ. არაბული დასახლებების გეგმაც საქართველოში ამ საერთო გეგმის პატარა ფრაგმენტია. ამ შეშლილ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, სადაც ადამიანებს ისიც ვერ გაუგიათ ორჯერ ორი რამდენია. ქართველებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ქრისტიანობა. და ეს არ უნდა მოხდეს მარტო იმის გამო, რომ ცხონდეთ, რომ სასუფეველში შევიდეთ, არამედ იმის გამოც, რომ აქ ვიყოთ კარგად. როგორც ადამიანზე, რომელიც მოღვაწეობს, არის მონათლული, აღმსარებელი, მაზიარებელი, ეშმაკს უფლება არ აქვს ხოლმე, რომ ქუჩაში თოფით არ ბენინოს. იგივე უნდა ვიფიქროთ და ვიგულისხმოთ ერებთან მიმართულებით. ერი, რომელიც ინარჩუნებს სარწმუნოების სიწმინდეს, სადაც ცხოვრობენ მეტნაკლებად მაინც ადამიანებივით. ეშმაკს უფლება არ აქვს ხოლმე, რომ ის ქვეყანა მოსპოს. და საქართველოში აღარ მოხდება ის სულიერი და მატერიალური უბედურებები, რაც გარდაუვალად მოხდება სხვაგან. ამ ქვეყნათაც კარგად ვიქნებით
და იმ ქვეყნათაც. მერთო გაგახაროთ.